ბავშვს ლავად შეიძლება 11 სტუდენტს თავისი აკადემიური მოსწრების მიხედვით დაუფინანსდეს სწავლა. შესაძლებელია თული ასეთ ფორმატ საუბარი, მაგრამ ჩემაც რა თქმა უნდა მოგახსენე. პირველ რიგში რაც შეეხება სტუდენტური თვითმმართველობის დაფინანსებას. ჩვენ მე სენატის წევრებს მინდა შევახსენო, ჩვენ გვქონდა სენატზე დეკემბრის ბოლოს საუბარი, რომ შემოგვეღო წესი, როგორ უნდა ყოფილიყოს სტუდენტური პროექტების დაფინანსება, იმიტომ რომ უნივერსიტეტის წესდებაში წერია სტუდენტური პროექტების დაფინანსება, მკაფიოდ არ წერია სტუდენტური თვითმმართველობა. ეს საკითხი ჩვენ დავაყენეთ დეკემბრის ბოლოს, რაზეც თქვენ გახსოვთ რეაქცია სენატზე, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ მივიღეთ მარტივი მიზეზის გამო. ეს აქტი, რომელიც უნდა გამოიცეს, უნდა გამოსცეს რექტორმა და კანცლერმა ერთობლივად, ხოლო დეკემბრის ბოლოდან 1 იანვრიდან ბატონი დავითი გავიდა ჩომახიძე შრომოლებაში და შემდეგ გაუთავდა ვადა. ამიტომ მსგავსი რეგულაციის მე სპეციალურად ამოვწია 2015 წლის ბიუჯეტიდან რა თანხები წავიდა სტუდენტებს ზოგადად და რა თანხები წავიდა სტუდენტურ თვითმმართველობაზე. მინდა გითხრათ, რომ თანაფარდობა არის ასეთი. სტუდენტური თვითმმართველობის მიერ შემოთავაზებულ პროექტებზე ბიუჯეტიდან, უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან სტუდენტებზე წასული თანხების მხოლოდ 22%-ია. ეს იყო 2015 წელს. ამიტომ დარეგულირდება თუ არა ეს საკითხი რეგულაციით. ერთობლივად გადასაწყვეტი იქნება სტუდენტების და იმ პროფესორ-მასწავლებლების, რომელსაც სენატი შეარჩევს. 22% და ამ პროცენტებით საუბარი, რომელიც ამდენი ხანია გვესმის, არაფერს ამბობს. ეს არის პირივი პასუხი და პასუხისმგებლობის თავიდან არიდება იმის შესახებ, თუ რატომ მოეწერა ხელი იმას, რასაც მოეწერა და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან კარგად იცით, რომ 10 მარტს გაიმართება კანცლერის არჩევნები, სადაც კანდიდატურად წარმოდგენილი არის სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი წევრი. ის ადამიანი, რომელიც ყველაზე მძიმე პერიოდში, ყველაზე ბინძურ პერიოდში, აი ამ ინსტიტუტის ერთ-ერთი ფაკულტეტის თავმჯდომარე იყო. მას არასდროს არ გაჩენია პრეტენზია არ სტუდენტების ცემაზე, არ ძალადობაზე, არ პროფესორების უსამართლოდ უნივერსიტეტიდან გათავისუფლებაზე. ეს ადამიანი დღესაც არის იმავე სტუდენტური თვითმმართველობის ფავორიტი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, კანცლერად, რომელსაც ექნება უდიდესი რესურსი თავის ხელში 70 მილიონზე მეტი თანხა, 23,000 სტუდენტზე ხელმძღვანელობა, რომ გადაწყვეტოს მათი ბედი. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება თქვენ ეს ყველაფერი დაუშვათ? თუ ამ ყველაფერს დაუშვებთ, თქვენ უნდა გადადგეთ. ეს მართლაც სერიოზული პროცესია უნივერსიტეტში კანცლერის არჩევა. აკადემიურმა საბჭომ მოუწია ორჯერ ამ საკითხის განხილვა. ერთხელ იყო ერთი პიროვნება შერჩეული ბატონი არჩვაძე, რომელსაც დაუჭირა მხარი 8 წევრმა და 6 იყო წინააღმდეგი, მაგრამ სანამ სენატი შედგებოდა, მანამდე მოხსნა მან კანდიდატურა. ამის შემდეგ გაგრძელდა შერჩევა და მართლაც შეირჩა გაფრინდაშვილის კანდიდატურა. მან მიიღო აკადემიური საბჭოს 9 წევრის მხარდაწერა. ხუთმა წევრმა მისცა წინააღმდეგი, მათ შორის გავხდით მეც, რაც საჯარო დავაფიქსირე როგორც აკადემიური საბჭოს ხდომაზე, ისევე მე ბატონ გიორგი გაფრინდაშვილთანაც ეს პრობლემა მაქვს განხილული. სწორედ ეს იყო არგუმენტი, როდესაც საერთოდ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია, მაგრამ როდესაც ადამიანზე არის გარკვეული ეჭვი, ამ ეჭვის პირობებში არის ცუდი, რომ არ მოხდეს უნივერსიტეტის გახლეჩვა. სწორედ ამიტომ მე აკადემიური საბჭოს ხდომაზე მისთვის ხმა არ მიმიცია და არა იმიტომ, რომ მე პირადად გიორგი გაფრინდაშვილს უარყოფითად ვაფასებ და ეს იყო ჩემი პოზიცია.
შვიდად და წყნარად უნივერსიტეტის წარმომადგენლობით ორგანოების წევრებს მივცეთ საშუალება რომ გვიპასუხოთ ჩვენ კითხვებს. ძალიან შვიდად და წყნარად. და შემდეგ გამოვხატოთ თუ გინდა ხმაურით ჩვენი პოზიცია. ის ადამიანები, რომლებიც სწორედ იმ ცნობილი მოვლენების დროს გაილახნენ. აი თქვენ ახლა აქ ზიხართ აკადემიური საბჭოს წარმომადგენლები და ამბობთ რომ არაფერი არ ვიცი და იქ პასუხისმგებლობას. აი ამ ადამიანებს რასეულებით, რომლებსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. არ იღებთ პასუხისმგებლობას თქვენ გადაწყვეტილებაზე, ბატონო რამაზ, ბატონო გიორგი, იქნებ გიპასუხოთ. აი ამ ადამიანებს ჩახედეთ თვალებში და გითხარით, იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რაც გააკეთეთ. 2011 წელს თარგმნეს პრეზენტაციის დროს. ეგ კადრებით არსებობს, რომელიც ალბათ ყველა მიცით. ყველა სახეზე ზეპირად ფორმა იწოდება. პროპაგანდას და კონტრპროპაგანდას შეჩობრებულა. თქვენ ძალიან დიდი დრო ქონდათ იმისთვის რომ მოსულიყავით და შეგეხსენებინა ჩვენთვის რომ თუ გაფრენდებული მართლა მოძალადია, თუ მართლა დალახარო აი კადრები სლავობდეტექტორ ხუთი წელი რომ გავა. მე არაცოს ხუთი წელი რაღაც კადრებში რომ იყო არ ინტერესდებით კანცლერობის კანდიდატის წარსული, არ ინტერესდებით? ვინო დოქტორი პროფესორი აი ეს ვინ უნდა მოხდეთ? თქვენ უნდა მოიპოვოთ. თქვენ ხართ აკადემიური საბჭო, რომელიც ირჩევს. მე ვიდეო წავიდი. აი ხა ჩვენ აკადემიური საბჭო, ბატონო რექტორო, თქვენ ხართ უნივერსიტეტის სისტემის დამცველები, ხო? წესი. აი მე მინდა კითხო. ამ უნივერსიტეტში მუშაობს აი სახელმწიფო ერთ-ერთი ადამიანი. იბა კავსაძე. შეგიძლიათ გამცეთ ვინ არის იბა კავსაძე? მე გვინდა გეტყვით. მე გეტყვით. ადამიანი, რომელიც ასრულებს თესეულში ოდეელის ფუნქციებს, სახელმწიფო სოციალური სამსახურის ოფიციალური თანამშრომელი, რომელიც 2013 წლის ნოემბერში 2013 წლის ნოემბერში იგი იქამდე იყო ლარსის საბაჟოს უფროსი. 2013 წლის ნოემბერში იგი დაკავებული იქნა ეგრეთ წოდებული მეცხრე არხის სეფშების დამტვრევის საკითხზე. აი ეს აღმოჩნდა რომ ის ყველანაირი მარჩაჯულების გარეშე თუმცა აღმოჩნდა თესეულში ოდეელი იბა კავსაძე. სრული მასწავლებლობით გვაცხადებ ასევე ირაკლი ხერჯოვანიძე ეგრეთ წოდებული კარჩი, რომელიც წლები არის უნივერსიტეტის დეპარტამენტის და ბატონო რექტორი ესპენიქს მე ვიცი რომ ესპენიქს არის სრული მასწავლებლობით გვაცხადებ არის სუსის ოფიციალური თანამშრომელი უნივერსიტეტში. ბრავო, ბრავო! დავასრულებ სახელებიდან გვარები მე მინდა გაიგონ უსაფრთხოების სამსახურში ვინთან თანამშრომლობენ ისინი. ჩვენ გვაქვს სუსტი ინფორმაცია რომ ამ ადამიანები ეს ადამიანები ამ კანცლერის არჩევის პროცესში არიან აქტიურად ჩართულები და ამ ადამიანების პასუხისმგებლობა ის რომ ზოგიერთი ჯგუფი უნივერსიტეტში ძალიან მაღალ დაფინანსებას იღებს და თქვენ მათ წინააღმდეგობას ვერ უწევთ. და გამოჩნდება მოსრის თუ მოსრის გიორგი გაფრინდაშვილი კანდიდატურა ეს იქნება ნიშანი იმის რომ თქვენ რაღაც შეგიძლიათ. ოდეელის სისტემა ქვეყანაში არსებობს და მე პრინციპულად წინააღმდეგი ვარ რომ ასეთი სისტემა უბრალოდ არსებობს. ადასტურებთ რომ ის არის ოდეელი თესეულში? ოდეელის სისტემა არსებობს, მე ეს სისტემა გავხდა, შემდეგ მოხდა საკადრო ჩანაცვლება და ეს სისტემა საერთოდ დადგა რომ ქვეყანა გათავისუფლდეს ოდეელის. ანუ არის ეს ორგანიზაცია, ეს ინსტიტუტი 25000 ლარიანი მოიაჟებს და ფარველობს თუ არა ეს ინსტიტუტი კანცლერობის კანდიდატ გიორგი გაფრინდაშვილს. აი ესაა კითხვა. ნუ არსებობს ბატონო, ნუ ვინც პირადად ვერ წოდით ხელდახელ ამ თავს და გადასარევად. მე ვერ გეტყვით რა კონკრეტული დავალებები არის და რა კონკრეტული ურთიერთობები არსებობს. ერთ შემიძლია გითხრა. გაფრინდაშვილი და კავსაძე რამდენადაც მე ვიცი არიან კურსელები და ჯგუფელები. აქედან გამომდინარე მათ შორის ურთიერთობა იქნება, აბა
როგორ იქნება ახლა თქვენ ხო ვიღაცებთან მეგობრობთ რა, მაგრამ კონკრეტულად რა დავალებაა ამის უკან. ამაზე მე ვერაფერს ვერ მოგახსენებ, ან საერთოდ არის თუ არა დავალება, მაგრამ ის რომ ეს ორი ადამიანი არც უარყოფს ერთმანეთთან მეგობრობას. არის კავშირზე ოდერი. ბატონო, არის კავშირზე ოდერი. ბატონო, არის გოდიში რა, იცოდით თუ არა ბატონო? ოდერის ინსტიტუტი ქვეყანაში არსებობს. არა, იცოდით თუ არა, ეს ინები არიან ჩვენი თანამშრომლები. რასულის ეს კი ან არა? აბა თუ ბატონო გიორგი გახდება გაზეთ გარანტიას რომ ორჯერ ბაკურიანი იქნება, სამჯერ ბალთავა იქნება, მოინია მთელ საქართველოს.